Შემდეგი მონაწილე ნაზი სიკუბაძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა კალბატონო ნაზი. გამარჯობა. აი ხო გამოგვიდა ცენტრი დაიკავოთ. აბა რა ხდება ანკეტებში? ფილოლოგი ბრძანდებით სასიამოვნოა. ძალიან კარგი რევინა თერჯოლიდან და მშვენიერი სოფელია ძევრი. ძევრი ხო გაიგონია? კი, როგორ არა. მშვენიერი სოფელია ღვინოც მაქვს მირთმეული რამოდენიმეჯერ. მაგრამ მე ამაზე ფილოლოგი ბრძანდებით. დიახ. ფილოლოგი ბრძანდებით და თან გიწერიათ საყვარელი. ყველაზე ძვირფასი ნივთი შვილები და შვილიშვილები. ჩემთვის ყველაზე ძვირფასები ეგენი არიან. ნივთიც არის და ყველაფერი. ნივთიც არის და ყველაფერი. ყველა სიმღერა გიყვართ, რაც ქართულია? აბსოლუტურად რაც ქართულია. არა, რაღაცას მოვიფიქრებ, ეხა არ გეყარებათ. არა, არა. ყველა გიყვართ. ქართული მელოდია. თვალები შენი, ესეც? კი. იმიტომ რომ ქართულია. ძალიან კარგი, მე მგონი დავიწყოთ კი. მე მგონი დავიწყოთ. წესები ვიცით. დიახ. მაშინ წარმატებებს გისურვებთ შესავალი ალბათ. დიდი მადლობა აუცილებლად. მე როდესაც დავამთავრე ფილოლოგიური რაიკომმა გამანაწილა 10 წელიწადი ვმუშაობდი სამხატვრო აკადემიაში. საინტერესოა. ახლა იქ ჩემთან კათედრაზე, ხატვის კათედრაზე მუშაობდა ჩვენი სახელოვანი მსახიობის გიორგი შავგულიძის შვილი ნუკრი შავგულიძე. და ალბათ გაგიგონიათ, არაჩვეულებრივი მხატვარია და მას კარგი მეგობარი ყავს კოკა იგნატოვა. ერთხელ კათედრაზე მოყვა ასეთი რამე ნუკრიმ, რომ დაუჭერიათ ტაქსი, შეგიძლიათ ახლა ჩემთან. დაუჭერიათ ტაქსი, აღმად-აღმად დაატარებდნენ, თან ფულზე ლაპარაკობდნენ, მთელი ამბავი და ეს ძღოლით დააქროლებს ამათ, გონია რომ ბევრს გადაუხდეს. არა და ორი გახრეტილი მანეთიანი აქვს, ეს კომუნისტების დროს ვლაპარაკობ და შუადღემდე უქროლიათ ამ ტაქსით, მერე გაუჩერებიათ სადარბაზო და ორივენი შევარდნენ და დამალულან. დაუგდეთ ეს ორი მანეთიანი. მეორე დღეს აკადემიის წინ ვდგევართ და უცებ დამუხრუჭდა რაღაც საშინლად მანქანა ჩაწია მძღოლმა კარები გამოყო თავი და ნუკრის ეუბნება მილიონერი ჟენი დედაკიო და გააქროლა მანქანა და წავიდა. ჩემი ქმარი პურმალეძე ვარ, კაი პურმალეძე და ჩემი ქმარი იყო ფანჩულიძე გვარად. წინუზის ერთი პოლკოვნიკი. ეს ეუბნება ბიზია რა გვარი ხარო ძალიან ხუმრობდა, ანგლობდა ჩემი ქმარი. ფანჩულიძე ბატონო ფიჯო, ეგ არ გეთქვა და ტყვია გესროლაო. რატო ბატონო? ჯერ ფანჩი რა და იმისი ძე რა უნდა იყოს. ფანჩი. აი, ასე 57 წამი არ შემიძლია არ თქვა, გადავრჩით. 50 ლარი კი თქვენია, მაგრამ ეცადეთ რომ უფრო მსხარტულები ვიყოთ და სწრაფები ვიყოთ და ასე შემდეგ. ვაგრძელებთ ალბათ. დიახ. შესავალი თუ დრო ჩავთ. ახლა ცოტას შესაბას გავუკეთებ. ისევ სამხატვრო აკადემია და მე გადავალ იმერეთში. კი ბატონო. სამხატვრო აკადემიიდან წავედი გასვენებაში კახეთში. რა თქმა უნდა, ქელეხში დავრჩით, ერთი უშველებელი მუტრუკი არის თამადაც, სუფრა დიდი გაშლილი, ჩარტესა და გამოაცხადა, რომ მიცვალებულს ჭამასმა უყვარდაო და ჭიქაში ღვინო არ დატოვოთო. რა ვქნათ ახლა, სვავენ გასტუკით გამოპრანჭულები ჩვენი მხატვრებით, არაცვავენ ღვინოს და თამადამ დაადგა თვალი ერთ-ერთ ჩვენს მხატვარს. შენეი, ეძახის იქიდან. შენა, მე ბატონო. ხო, შენა, გალტუკიანო ღვინო, რატო არა სამ ტრაგადლევ? აქედან დაუძახა. შემდეგ კახეთში ვართ და ბავშვები არიან შეყრილები იქა და ერთი ძალიან მუბზური შავი ნახშირით ბავშვია. ყველას ჩამოურიგა კანფეტები ჩემმა მეუღლემ და ვისია ეს ბავშვი ამ ბავშვზე იძახს. ჩემია ბატონო, არა და იმის მამას ბარდო ქვია. ჯოშიანთვის თუ გინდოდა ჩემ მამარცხონებულო, კარგი ვერ გააკეთე, ცოტა რა არის ეს? ასე დამთავრდა კახეთში ეს პერიოდი. იმერეთში ვარ და უცებ კუტ ყვირი. ჩემი ქმარი მოვიდა, რა სიძახიო, ქალო, მაგი სახელი სხვას რამეს აქვია ჩვენთან. ვერა. გეწყებოდა ღიმილი, მაგრამ ვერ მოვასწარით. შეიძლება 62 წამზე გაგცინებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ისე ამოიწურა ერთი წუთი, რომ მართლაც საინტერესო ისტორიები იყო. საინტერესო. უფრო საინტერესო იყო ჩემი აზრით ვიდრე. საინტერესო მოსასმენი იყო ნამდვილად, თუმცა სასაცილო ალბათ არ იყო, რადგან ჟიური მარჩათვალა საჭიროდ გაგიგებდა. ტემპი კი არა ყლდა, გრძლად ყვებოდა რაღაცნაირად. ანუ ბევრი სიტყვები იყო, უფრო მოკლედ შეიძლება. გაბატონაზე გული არ დაგწნეთ, უღმესი მადლობა რომ მოგდანდით. კიდე შეგიძლიათ გვესწრებთ. ეს აპლოდისმენტები თქვენ. კარგად დამაყენეთ. ნახვამდის.